მოგესალმებით თითოეულ თქვენთაგან, სულ მადლობა იმის, რომ გამოწერეთ ჩემი არხი, იმის, რომ ალაიქებთ და კომენტარებთ, ვინც არ იცნობს გაგიცნობით მე ვარ კატო. მინდა გავაკეთოთ პატარა გასვლა, რას ფიქრობდა თქვენს მიერ ჩაფიქრებული ადამიანი თქვენზე. მოდით თან სიგნიფიკაციას ნახოთ. ვინ არის ის და რას ფიქრობდა თქვენთან მიმართებაში. ვინ არის? ვინ არის? ადამიანის ხათაშორის შეიძლება იყოს რაღაცა სტატუსით, თავისი, ესე ვთქვათ, შეიძლება თქვენი უფროსიც კი იყოს, ხო, რაღაც მომენტში, ვისთვის როგორ საჯაროა გაშლა. ადამიანი საკმაოდ ისეთი ჭკვიანი არის, გამოცდილებაც მაღალი აქვს, შეიძლება ხშირად რჩევასაც ეკითხებოდნენ ამ ადამიანს ყოველ შემთხვევაში. ძალიან ისეთი საინტერესო პიროვნებაა, მე ესე ვიტყოდი, იმიტომ რომ ადამიანს გარდა იმისა, რომ აქვს თავისი რაღაც ისეთი გონებრივი შესაძლებლობები, გამოცდილებები და ასე შემდეგ, ეს ადამიანი ასევე არის ძალიან მიმზიდველი, ხო? რაღაცა აქვს ის, შეიძლება სულაც არ იყოს რაღაც ისეთი ლამაზი და საოცარი რაღაცა პრინცი, მაგრამ ადამიანი არის იმდენად ქარიზმატულია, რომ იტყვიან, ხო, რაღაც ისეთი აქვს ადამიანს, რასაც ვერ ივიწყებ, ხო, რაღაცნაირად ვერ ახერხებ ამ ადამიანის კლანჭებისგან დააღწიო თავი, ხო, რაღაც ეცით როგორი ენერგია მოდის, როდესაც მას აქვს ძალიან ისეთი, არ ვიცი, გამოხედვა შეიძლება ქონდეს რაღაც ისეთი, რომ სულ რო გაბრაზებულიყოთ, ყველანაირად გექნებათ ის, რომ ჩაეხუტოთ, ხო? ამ ეტაპზე შეიძლება ითქვას, რომ თქვენი ურთიერთობა არის რაღაც ისეთი ცოტა გაურკვეველ სიტუაციაში, არ იცით რეალურად, მე ესე უფრო ვხედავ, არ იცით რეალურად რა არის ეს ურთიერთობა თქვენთვის, ხო? რაღაცა ეს მომენტი არის, თითქოს ყველაფერი კარგად არის, თითქოს სიყვარულის არის, თითქოს რაღაც ინტერესი არის, მაგრამ ბოლომდე არ ხართ დარწმუნებული რაღაცნაირად ამ სიტუაციაში. ნახოთ, რას ფიქრობდა ეს ადამიანი თქვენთან მიმართებაში. ის რომ ადამიანს ჭირდება დრო. ნახეთ, დრო, რომელიც ცოტა ისეთი სჭირდება რაღაცა შრომა ამ სიტუაციას და ამ თქვენთან ურთიერთობას, ანუ ეს მარტივი არ არის, შეიძლება აქ ადამიანს რაღაც პასუხისმგებლობების სიტუაცია ქონდეს, მაგრამ ადამიანს თქვენთან მიმართებაში აქვს იმის ფიქრი, რომ უნდა სტაბილური ურთიერთობა. ეს შეიძლება, იყოს რაღაცა მომენტში იყოს ცოტა ესეთი, რას ფიქრობდა, ბრაზობთ ამ ადამიანზე, იმიტომ რომ კი, გასაგებია, რომ ბევრი საიდუმლოებებია, მაგრამ გასაბრაზებელი ნამდვილად არ არის.